ვარ რატი ბაგზაძე 13 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ჭიდაობა და ცეკვა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მეყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია თორნიკე ჯიმშელიშვილი. ის არის მხიარული, მეგობრული და მომთხოვი. რაც მთავარია, უყვარს ბავშვები და ფეხბურთი. მე ვთამაშობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციას. პოზიცია ჩემი თავარჩია და კომფორტულად ვგრძნობ თავს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა ასისტების გაკეთება. ისე რა თქმა უნდა, მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 50-მდე გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზე. ცენტრიდან გავათამაშეთ ბურთი, პასი გამიკეთეს, მე ჩავაწოდე წინ. ბურთი დამეხვიდა და დავარტყი და გავიტანე ცხრიანი. მე კარი გადახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი ვერ აიღო. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ზუსტი პასის გაკეთება. გამოსასწორებელი მაქვს მოტაობა. 9 წლის როდესაც გავხდი, მაშინ გადავწყვიტე გამოსულიყავი ფეხბურთელი. იქამდე მინდოდა გამოსულიყავი მოცეკვავი. ცეკვა ახლაც მეყვარს, მაგრამ სამწუხაროდ აღარ დავდივარ. 8 წელი ვცეკვავდი ანსაბლ ფერხისაში. მერე მუხლისთანაც მივიღეთ, როცა განყოფნიდა და ამიტომ გამოვედი. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ილეთია ეს. მქონდა ბევრი კონცერტი და ბევრი გასტროლი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბულგარეთის გასტროლი. პირველი ადგილი ავიღეთ და კარგადაც გავერთეთ. ჩემს ქორწილში ჩავიწმევ შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვე. ცოლს თუ არ ეცოდინება ცეკვა, ვეცეკვები ჩემს დას. ჩემი აზრით ცოლს მოიყვან 26 წლის ასაკში. შვილებს დავარქმევ დემეტრეს, ნინის და ლეონის. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია მესი და საყვარელი გუნდია ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 10 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბავშვების მწვრთნელი. შევქმნი საფეხბურთო სკოლას და დავარქმევ რატის აკადემიას. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, დავამთავრებ სკოლას და გავხდები სტუდენტი. ალბათ მაგ დროს გამომიძახებენ საქართველოს ნაკრებში. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ბაჩი ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლოზ ბასილაძე. ყველაზე მშვიდია სესილი მელაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მათი კვირიკაძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, მეგობრული და კარგი ხასიათის. ჩემი საყვარელი საგანია ბიოლოგია. საყვარელი მასწავლებელია მაკა ცინცაძე. იმიტომ რომ არის მეგობრული, მშვიდი, ამასთანავე ლამაზი და კარგი. მე ასევე მეყვარს ჭიდაობა და ჭიდაობაზე დავდივარ 3 წელი. ჭიდაობა ბავშვობიდან მამამ შემაყვარა, პატარა როდესაც ვიყავი, სახლში რაღაცა ილეთებს მასწავლიდა. ჭიდაობის წრეზე როდესაც მივედი, თავიდან უფრო გამიჭირდა ილეთების გაკეთება. ყველაზე უფრო გამიმატვრდა ფიზიკური ვარჯიშები. მქონდა ბევრი შეჯიბრება და ორჯერ ავიღე მეორე ადგილი და ერთხელ პირველი. ჩემი მიზანია რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ჩემი ძმა, ჩემი და ბაბუ. და ბებია. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 14 წელს და ქვია ნინი. ის არის ლამაზი, პრანჭია, მშვიდი, ცოტა მხიარულიცა. ჩემი აზრით ნინი რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. ჩემი ძმა არის 5 წელს და ქვია დემეტრე. ის არის ცოტათი ჭკვიანი, მავნე და ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის, როცა ტელეფონს არ ვთხოვნი. თმებში ჩამახტება და მწიწკნის. ისეთ თლიანობაში კარგი ბიჭია და ძალიან მიყვარს. დემეტრე რო გაიზრდება, ალბათ გამოვა კარატისტი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, სტუმართმოყვარე, შრომელი და მხიარული. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი, საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორანო. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გამოაწყობს ხაჭაპურს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. მეც მინდა მარტო იყო სახლში. ჯადოსნურ ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ბარსელონას ლეგენდა. სამოგზაუროდ დიდი სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რო შემეძლოს, სად ვიმოგზაურებდი და როდის? მე ვიმოგზაურებდი 22 საუკუნის ესპანეთში. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად ცხოვრობდა უკაცრიელ კუნძულზე. მაგალითად, მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრებდი მამასთან ერთად. ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ოჯახთან ერთად დროის გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.